მოკლედ კარგი გამარჯობა მეგობრებო, ესე იგი, ჩამოვედით ჩვენ უკვე ტაილანდიდან და დღეს ესე იგი ტაილანდში ლაპარაკობდა ნიკა რომ მოდი ერთო კაიო უზბეკური ფლავი უნდა გაგასინჯო რომ ნაღდი როგორი არისო და ეხლა მოვედი ნიკასთან ვამზადებ დილიდან ანუ ფუსფოსი დაიწყო მოიმარაგა ყველაფერი მე კაზანი დავპირდი და კაზანი მოუტანე ნაღდი და მოკლედ ეხლა საქმეში ვართ რა ამიტომ უნდა გამოიწერო ჩემი არხი ეხლა უკვე ხო ხედავ უკვე კულინარიაზე გადავედით იგა გადავედი კასთან კარგი გამარჯობა შენი ნიკუშ გამარჯობა აბა რა ხდება ეხლა მითხარი მოკლედ ვასო დამპირდა კაზანს სპეციალური ჭურჭელია თუჯის აი ესეთი თუჯის ჭურჭელი რაღაცა ფლავზე ლაპარაკობდით უზბეკურ ფლავზე და იქ როცა თევზაუდის და გაჩამიგდო სურათი მოკლედ აი გიშოვე ნუ სასახად ეხლა გადავწყვიტეთ რომ გავკეთებინა ეს ფლავი და დღეს ვამზადებთ უზბეკურ ფლავს აბა რა ხდება ნებაში მოკლედ შერეული ხორცით მზადდება დღეს აქეთ არის ბატნის ხორცი აქეთ საქონლის ერთმანეთში უფრო კარგი არომატი ექნება დუმა უკვე დუმისგან მივიღეთ რეალურად ის ზეთი რომელშიც შევწავთ ახლა ხალხს ცხრის დუმა კი კორჯუქს ეძახიან კიდე ნუ სულად და საშუალო აზიაში და უკვე აი დუხს ეს დუმა და უკეთ ითხოვს იმას რომ ჩავყაროთ ხახვი ხო ხახვის კარამელიზაცია უნდა მოხდეს მაღალ ტემპერატურაზე ამ შემთხვევაში იმისათვის რომ არ გამოყოს ზედმეტი ჟელესაბრივი ასე ვთქვათ ესეთი უნდა საკმაოდ მაღალ ცეცხლზე უნდა ვარ იმ შემთხვევაში თუ არ გეყოთ დუმის ზეთი ხო ვთქვათ შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი დაამატოთ რა ბაზე აი შეხედეთ ეს ხახვი რო კარგად შეიბრაცა უკვე რა კაი სუნი გაუშვა სუნის გაუშვა ჩვენ ზუსტად ამ ეფექტის მიღება გსურს და რატო გსურს ამ ეფექტის მიღება იმიტომ რომ გამოვიდეს გემრიელი და ესეთი აი კარგად მოხარშული ზირვაკი ეს ზირვაკი არის ის ბულიონი რომელიც კეთდება მანამდე სანამ ვამატებთ ბრინჯს და ეს გაუცილებელი დავიჯია ეს ძალიან უნდა დაიბრატოს ნიკოლს თუ ისე რა ძალიან არა ეხლა მე ვაკონტროლებ ცეცხლს მაგრამ რადგან თუჯი არის მადევს იმის საშუალებას რომ დაიჭიროს ცეცხლი ხო რაღაც პერიოდი განმავლობაში და ძალიან არ ბრაცა უბრალოდ ეხლა მოხდება ამის ყავისფერიზაცია და უკვე შეგვიძლია მე ჩავყაროთ ხორცს ოკეი ეს არის და ეს ჯერჯერობით დუმას გაჩვენებთ ეხლა გამოვიღებ საყინოში ჩავდეთ აი ეს გამოიყურება ამის ესეთივე მეორე ნაწილი გამოვიყენე ცოტა მეტი შეიძლება ითქვას ალბათ აი ერთი 300 გრამამდე და მე რო იწვის შევა ესეთი ადგილი იმიტომ რომ დუმა შედგება ცხიმის და წყლისგან ამას ვიყენეთ რამეში ნიკო არა ეს უბრალოდ დელიკატესია და მოვაყარე მარილი და შეგიძლიათ მურზე დაედოთ უბრალოდ ხავსტრიდი და სხვა რაღაც ვაკეთებთ ცოტა გადავწი მაგრამ არა უშავს ეს შეკრუტუნი უფრო მევასება კი ეს აუცილებელი არის შემდეგი ეტაპი არის უკვე ხორცის დამატება ჩვენს ჭურჭელში და ჩვეულებრივად ვამატებთ ხახვი უკვე მოითუშა ხო ხახვი უკვე მოთუშული არის ვამატებთ ხორცს შერეული ხორცი გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში მაგას არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ხო ვისაც ხვარი არ უყვარს ეხლა მარტო საქონლისას გააკეთეს მაგრამ ხვარი მაინც თავის მუღამი აქვს რა იგას ნუ ამ შემთხვევაში ბატკანი გვაქვს თუ ბავშვებს უყვარს ჩვენ თვითონ ძალიან გოგოები მოვლენ დაწესებელი გოგოები ყავს აფრენენ ბატკნის ხორცზე და ეს ვამატებ ხორცი ბევრია ეს უკვე თქვენს ნებაზე არის თქვა რამდენ ხორცს დაამატებთ ბევრს თუ ნაკლებს და როგორც კი ჩაყრით ახალ პროდუქტს ჭურჭელში არ დაგავიწყოთ ცეცხლის მომატება იმიტომ რომ თვითონ პროდუქტი არის ცივი შესაბამისად ტემპერატურა ვარდება ქვემოთ
ფლოვისთვის ეს მნიშვნელოვანი არის და ეხლა უნდა მოხდეს ამ ხორცის შეწვა. ეს უღრევთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ხორცი შეიბრატოს. მაგიტომ არის ეს მძიმე ტაფები, რომ ხელის მოკიდებას არ უნდა. ხდები ისე. არა, არ უნდა, ხო, მაგრამ მაინც ცოტა სირტევს უკვე, რომ ხორცი გამოგვივიდა, ალბათ ეხლა არის აქ მინიმუმ 2.5 კილო ხორცი არის შერეული. ეს ხორცი ბოლომდე უნდა მოითუშოს, ხო, უნდა შეიწოს. ეხლა წვავთ, ხო. წვავთ თუშავთ, ანუ მაღალ ცეცხლზე არის დაყენებული და აი გარედან რო კონდეს ეს თქო ეს ყავისფერი ლამაზი ფერი, რომელიც სტეიქს აქვს. ის არნიშნავს, რომ შიგნით ის მზად არის, არა? უბრალოდ ჯერ წვავთ და მე რო შეიწובה, იქნება შემდეგი ლამბიჯი. მაგრამ პარალელურად შემიძლია თვითონ ბრინჯზეც მოყვე რაღაცა. რაც აუცილებელი. ამავდროულად ბრინჯი უკვე ამავდროულად ბრინჯი უკვე უნდა იყოს მოხარშული? არა. ბრინჯს აქვს ხარშად, მაგრამ ბრინჯს ჭირდება სხვა მოპყრობა. აი აქ მაქვს ბრინჯი. უნდა ჩავალბოთ, ხო? წყალში უნდა იყოს ჩამბალი. ხო, ანუ წესდარიგით ბრინჯს ეცხავენ ხოლმე და არის რამოდენიმე თეორია. ჩემს შემთხვევაში, ანუ ბასმატის ბრინჯი არის, მიყვარს როცა ვაჩერებ ბრინჯს წყალში, რომელიც არის 60 გრადუსი ცელსიუსი. თბილი წყლით, ანუ ზოგი ცივს აკეთებს თვითონ, რომ რაღაც არ დაიწყოს მზადება და რაღაც ფლოვისთვის ესე არ არის. კარგად უნდა მოხდეს ბრინჯის გაწმენდა და ესე ვთქვათ, შეშუპება, იმისათვის რომ შემდგომში მარტივად გაკეთდეს კაზანზე, იმიტომ რომ ეს გადანაწილდება ზედა ფენაზე, შესაბამისად ნაკლები შეხება იქნება ცეცხლთან, ეს არც რიზოტო არის და არც თქვა შილაფლავია, იმიტომ რომ ჩვენ არ მოურევთ მაგას მერე რა. თუ მოურევთ, მაგრამ ძალიან ცოტას მაგაზის მერე მოყვებით. შესაბამისად, რაც უფრო დიდი ხანი იქნება წყალში, ამ შემთხვევაში მით უკეთესი არის. მინიმუმ ჭირდება 40 წუთი. მაგრამ ჩვენ სანამ მივალთ ამ ეტაპამდე, მე წინასწარმეტყველად ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, ანუ ბრინჯში წყალი ჩავასხი. ნუ გამოვა საათ-ნახევარი ყოფნა, რაც არის იდეალური. და მე ისევ თბილივე წყლით, 60 გრადუსი არ იქნება ნაკლები, თქვა ნელთბილის წყალი თქვა 30-35-40 გრადუსი წყლით, რამოდენიმეჯერ გავავლებ. თუმცა არ ჭირდება აგრესიული გარესხვა, მაგას მე უფრო დაბანვას დაუძახებ, იმიტომ რომ ბრინჯს ჭირდება, უნდა მოეპყროთ ისე როგორც აი თოთო ბავს. თბილი წყლით უნდა გარესხოთ, ანუ დაბანვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მასწავლა თეთრმა ადამიანმა, ვინც მასწავლა ფლოვის კეთება რა. ეგეთი ოლეგი იყო პანფილოვი, ცნობილი ჟურნალისტი. და არა მარტო მას ფათაშორის. ეგორები ყავს, რომელიც ძალიან მიყვარს ფლოვის კეთება და როგორც ხედავთ, ხორცი ნელ-ნელა იწვის, ნელ-ნელა. ხედი არის. მე ხო არ გინდა რომ მოკაწოდო. არა, იყო. მოგლეთ. დადგა დრო, ანუ შევბრატეთ ცოტა ხორცი. წვენის გამოუშვა, სხვათა შორის. მე ჩავხედოთ როგორი წვენი გამოუშვა. ეს საჩვენის ხორცი იყო, რომელმაც გამოუშვა. მაინც ჯობია რომ შეურიოთ ხოლმე შიგადაშიგ რომ პროპორციულად მოხდეს ხორცის შეწვა. და ეხლა არის შემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ვამატებთ სტაფილოს. იმბატონო. ზოგადად ოქროს წესი არის ძალიან მარტივი, ანუ ესე იძახიან, რამდენი კილო ხორცი არის, იმდენი კილო სტაფილოს. კი. ვამატებთ. აუცილებლად უნდა იყოს ესე წვრილად და გზლად დაჭრილი. ალბათ ყველაზე შრომატევადი ეს არის ამ შემთხვევაში. კი, რო ეხა მე და ჯუნამ დავჭერით ეგ აღიარე. ჯუნიორამ და ვასომ გააკეთეს ეს ურთულესი მისია თავის თავზე აიღეს და ეს რაღაცას ვაკეთებთ. უნდა ჩააწვე, ხო? კი, კარგად. ეს ჩავაწვოთ და ეს ახლა და დაველოდოთ. როგორც კი და არ დაგვავიწყდეს, უნდა დავამატოთ ეს სუნელი არის, რომელსაც ქვია ზირა, ანუ ორიგინალი ზირა ქვია. რუსულად ტმინი და ინგლისურად cumin. ანუ კუმინი შეგიძლია დაუძახოთ ქართულად რა. სანამ დავამატებთ აუცილებლად აი ხელში ესეთი უნდა
მოძრაობით, ხო? ხო, ეს მოძრაობა აუცილებელია. ანუ ხელში უნდა დავსრისოთ, ესე იგი. უნდა გავსრისოთ. კარგად და აქ თავარი ის არის, რომ ეს კუმინი და ესე ვთქვათ ეს სტაფილო, აი არომატი წამოიღო. ერთმანეთში ქმნიან აი იმ არომატს, რომელიც ჭირდება ფლოვისთვის. აი ტრადიციული ფლოვის გემო რაც არის. და ერთი თხოვნამა ყველასთან, ანუ აი მაღაზიებში და სუპერმარკეტებში რო იყიდება ფლოვის საკმაზე ეს არც არ გაუკეთეთ რა ფლოვს რა. ფლოვის საკმაზე არის მხოლოდ ეს მარილი და შემახედე. კუმინი. სხვა არაფერი. ო, ეს არის რაც არის. აი, იმინა ფლავის სუნი. რასაც ფლავს, აი ეს სუნი. აი, ეს სუნია, ხო. და იქ რაღაცას ურევენი უცხო სუნელი ეს უკვე ფლავი არა. ეხლა ესეთი ძალიან ტრადიციული წესების და რაღაც განსაკუთრებული წესებითაც ჩვენ დღეს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ერთ-ორ წეს დავარღვევთ. რომ დრო მაჩვენა, რომ თქვათ ესე არ კეთდება, მაგრამ რაც შეეხება ახლა შეკმაზვას, აუცილებელი არის ეს გამოიყენოთ, იმიტომ რომ შეგიძლიათ საფრონის დაუმატოთ, თქვათ, მაგრამ უკვე არ გამოდის მე უზბეკური, ხო? ამოვა მე სხვა რაღაც ქვეყნის ან რაღაც უფრო არაბულ სტილში, მაროკოულ სტილში და ეს უკვე სხვა რაღაცა არის. მოკლედ, შემდეგი ეტაპია, უნდა ჩავასხათ წყალი ჭურჭელში, როგორც კი სტაფილო გახდება რბილი. აი თქვა ამოიღებ ახლა სტაფილოზე, ეხტებით როგორ იღუნება. ხო? თუმცა ახლა ბოლომდე სტაფილო მზად არ არის. და ამ პროცესს ქვია, ანუ ზირვაკის შექმნა, ზირვაკი არა ბულიონი. ჯობია, რომ ყველაზე კარგი იქნება, რომ ადუღებული წყალი ჩაასხათ, ანუ რაც უფრო ცხელია, მით უკეთესია, იმისათვის რომ არ დაიშალოს ჩვენი სტაფილოც და ტემპერატურას ვარდნაც არ მოხდეს. ესე ვასხავ. ეს ადუღებულია, ხო? ეს ადუღებული წყალი მომამზადეს წინასწარ. აი ეს რამდენს ვასხავ კონკრეტულად ვიცით თუ? კონკრეტულად არ აქვს არანაირი. თვალით ალბათ, ხო? თვალით ჯობია, გააკეთოთ და სულ შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. იდეაში ჯობია ნაკლები და მერე დაამატოთ. იმიტომ რომ ზედმეტი წყალი ბრინს არ უხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდე აიტანს და ერთ ნახევარ ლიტრს კიდე ჩავასხავ. ოკეი. გადაიდე. მას ვიზავ კიდე. ჩუხებს. მოკლედ გადავწყვეტეთ დღეს ცოტა სანამ ზირვაკიან ბულიონი გეთდება, გაგვისინჯა წითელი ღვინო კახეთიდან. ეს არის კონჭო ენკოს ყვარლის სპეციალური რეზერვი. აი ეს უმაგრესი ღვინოა. ეს მე მგონი ყველაფერი აქვს მოგებული, რაც კი შეიძლება მოიგოთ. ძალიან ბევრი წელია ამ ღვინის მომხმარებელი ვარ, ანუ მხოლოდ კონკრეტულად ამ ბოთლის არა, მაგრამ უფრო ანდრი წელიწლების და ჩემს საყვარელი კომპანია სხვადასხვას. კონჭო ენკო რეკლამას არ უკეთებ, ანუ არც ვიცი თვითონ იციან თუ არა. რამდენჯერაც ყოფილა რომ მაგათთან ციგნებში სულ დამიტოვებია რაღაც კარგი წერილები და გავსინჯავთ. ყველას, რა ვიცი, გაზრდოთ რეკომენდაციას ალბათ. ჩემის აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო, ტოპ 5-ში ნახდა შედის საქართველოში. კი, ნუ ლამაზი ერთია, მაგრამ გემო აქვს, საოცარი. გარედან მომეწონა ხა გემონა. კი, ახლა მოდი გავხსნათ ბოთლი. ბატონო. ესეთი. თავისი. საკ. სამთლის. იმდენად არ არის პრაქტიკული, მაგრამ ლამაზად გამოიყურება. სულ ეს ყველგან ვარდება და ეს გასაწმენდია ხოლმე. მაგრამ კონჭო მაინც დატოვეთ ეს, იმიტომ რომ დიდებული ვიზუალი აქვს. მაგრამ გემო აქვს უკეთესი. ერთ სული მაქვს, მაგიტომ მეჩქარება, დავაგემოვნო. სარმინდა რომ ჩავარდეს ერთი წამითაც კი. სასოფი მშვენიერ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას აი პატარა. ნუ სასოფს მაინც სპორტოს ვიხმარდი ამათ ადგილას, რომ უფრო დიდხანს შეინახოს ჩემის აზრით. ამ ღვინოს უკეთეს სასოფი ჭირდება, თუმცა ცუდ მდგომარეობაში სასოფი არ არის ნახდათ. და ეხლა გავსინჯოთ საოცრება. ოკეი.
აი ფერიც უკვე ეტყობა რომ 9 წლის გვინო არის მაინც. უკვე გვინდება ნელ-ნელა, თუ არ დაგვინდა კიდევაც. მაგიტომ მას აქვს ესეთი უფრო მუქი წითელი ფერი. მობორდოსპრო. არ ვიცი რა, ძალიან ბევრი ტონი აქვს. კლიავი. არ ვიცი. ცოტა მიწის გემოს დაკრავს. ათასნაირი ხილი. ცოტა ხილიც ჩანს აშკარად და დავსურეთ. საოცრება მოდი მას შენს დაგისხარო. ჯუნიორი სად არის? ჯუნიორსაც დაუსხათ. ჯუნიორმა ყველაზე მეტი თევზი დაიჭირა და ამას აღარ ჭირდება ცოტა დრო რომ იცოთქოს. მე დიდი ფანი არ ვარ დეკანტირების ღვინოს, იმიტომ რომ მომწონს თავიდანვე რომ ცოტა წაკმენს ხოლმე რა და ესეთი ინტენსიური გემო რო აქვს რომ მე მიხვდე რამდენადაც გაიშლება გემო როცა ხდება ოქსიდაცია ღვინის, ხო? ანუ ჟანგბათან შედის რეაქცია. ჯუნა, მოდი აიღე შენ ეს კეჭიკა. და ბევრად გემრიელი ხდება. საოცარი ღვინო არის რა. გასინჯა? მოიტანჭიქა და გაგასინჯა. მოგლეთ, ზირვაკი უკვე მზად არის, სადღაც 40-დან 50 წუთამდე იყო დაბალ ცეცხლზე. ხორცი და დატოვებული სტაფილო და როგორც კი ხედავთ, არის ესეთი ნახევრად გამჭვირვალე წვენი, რომელიც საკმაოდ დიდარი არის გემოებით, ხორცის წვენით, ცხიმით და ასე შემდეგ. თუმცა ამისთვის არ დაგვემატები არც მარილი, არც სხვა სუნელი კუმინის გარდა. შესაბამისად, ახლა ვიწყებთ გამდიდრებას ზირვაკის. ვიღებთ 2 ნიორს, ერთი ახალგაზრდა, ერთი არც ისე ძველ გაზრდა. შეგიძლიათ გაარჩიოთ ძალიან მარტივად, რაღაცნაირად უფრო ყრივი არის და უფრო ესეთი გაზრდილი ფორმა აქვს. რამოდენიმე თავით წაკა, წითელს გირჩევთ, მაგრამ მე ცოტა ექსპერიმენტს ვაკეთებ და პატარა ხალაპინიოსაც შიგნით ჩავაგდებ და ამავდროულად მარილსაც ვაყრით ერთი სუფრის კოვზი. ეს გადავანაწილოთ და მარილი და მე მგონი რადგან ცოტა დიდი გამოდის ეს კერძი, კიდე ნახევარ კოვს დავამატებ. რომ მარილი არ დააკლდეს. ერთ ნიორს ერთხარეს ესე სმოლად ჩავდებ და მეორეს მეორე მხარეს. ეს ივენაერად ცეცხლს ვამატებ პროპორციულად. აი ესე და ახლა ვიწყებთ უკვე ბრინჯის დაბანვას, როგორც მანამდე ვთქვით, არა გარიცხოს, არა დაბანვას, უნდა მოეპყროთ სიფრთხილით და მერე დავამატებთ უკვე. მანამდე ეხლა ეს ამდენ ხანი უნდა იყოს თუმცა ეს სანამ ბრინჯს ვაკეთებთ, ანუ იმის მერე 50 წუთი ეს თქვა და ბულიონი გაკეთდა და მერე ბრინჯს ვესხავთ და ეგრევე ვამატებთ. ოკეი. აი ვიწყებთ უკვე ამ წყალს გადავასხავთ. წყალი ნათბილი უნდა იყოს, ხო? ხო, ცოტა თბილია, როგორც ცოტობარს რა აბანავებთ, აი ესეთი წყალი, არც ცხელი და არც ცივი. ეს რამდენჯერ უნდა გადავწუროთ თუ სანამ არ გახეთდება წყალი? ხო, აი მიხვდებით, მაგრამ ალბათ 5-6 ჯერ.
ხდება. აი უხეში მოყრობა არ ჭირდება, ანუ თქვა რაღაც ხელით ძალიან გადარევა, გადმორევა არ არის საჭირო. საკმარისია წყალი ჩავასხათ, ცოტა ხანი დაველოდოთ და თქვა თუ დაინახავთ რომ რაღაცა 1-2 წელი ბრინჯი შედება არ მოგეწონოთ ჯობია გამოიღოთ ხო გამოშიგნოთ ანუ სუფთა უნდა იყოს ყველაფერი ანუ ჯობია საერთოდ იყოს კარგი ბრინჯი რა პაკეტში რომ უკვე გარჩეული და გამზადებული იყოს რომ ბევრი გამორჩევა არ დაგჭირდეს ბევრი გამორჩევა არ დაგჭირდეს ბრინჯიც დათარით და ახლა გადავიტანთ ამონტოს ერთი წალი რაც ეს ბრინჯზე ალბათ კითხვა დაისმევა რომელი უნდა ვიხმაროთ და ყველაზე კარგი ანუ კლასიკური არის ბასმატის ბრინჯი არც ჟასმინის, არც რიზოტოს მით უმეტეს. ხო, რეკლამა ჩვენ არ ვაკეთებ უბრალოდ ანუ ბასმატი ჯიში ხო? ანუ ჯიში არის ხო შესაბამისად ნებისმიერი ბასმატის ჯიშის ბრინჯი იხმართ, რომელიც არის გრძელი. თუ ბასმატი არ აწერია, არ იყიდოთ. ანუ შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ბასმატი ჯობია ყოველს. ოკეი. ეხლა არის მთავარი პროცესი, უკვე უახლოვდებით ნელ-ნელა დასასრულს. სადაც ბრინჯი უნდა ჩავდოთ ჩვენს სურჭელში. უნდა გადავანაწილოთ მთელ პერიმეტრზე. თანაბრად. აი ესე. ნელ-ნელა მოვუმატებ ცეცხლსაც. დაბალ ცეცხლზე არ შეიძლება ბრინჯის მოხვაშვა ამ ეტაპზე შვენივრად შეეტია მინდა თქვა კი ცოტა მეშინოდა რომ არ დაეტევოდა მაგრამ ძალიან კარგად მიდის პროცესი ეს ახლა ნელ-ნელა ჩვენ შესაძლებლობს როგორ ვასწორებ ამ ბრინჯს ეს წყალი დარჩება და არა უშავს, იმიტომ რომ მაინც წყალში უნდა მოიხარშოს. და ეხლა ჩვენ დავამატებთ წყალს, იმიტომ რომ აშკარად არ ყოფნის ბრინჯის წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე მარტივი აზიური წესი, რომელიც იძახის, რომ წყალი ბრინჯზე ზემოთ უნდა იყოს, აი თქვა, ერთი თითის, ანუ თქვა, წვეტის გოჯი ასე ხო ესე შეგიძლიათ ფლოვისთვის საკმარისი არის იყოს 9 სანტიმეტრი 7 მმ რა რომ ვიყოთ ზუსტად ანუ წყალი უნდა წყალში უნდა იყოს თუ პირიქით ზემოთ უნდა იყოს აი 9 სანტიმეტრი აი ახლა აქ აშკარად გვაკლია ჩვენ წყალი მაგრამ არა უშავს გავამატებთ წინასწარ გადუღებული წყალი მაქვს მომზადებული დავასწორებ ახლა მაქსიმალურად, მასაც როგორც კი დავამატებ, კიდევ უფრო გასწორდება. აი ავჩქაროთ, ნელ-ნელა ვამატებ და აი უკვე ხვდებით, რომ აი სადღაც 9 სანტიმეტრით ზემოთ არის. უმატებ ცეცხლს, მაქსიმუმზე ტოვებ. ეს ნელ-ნელა დაიწყებს აორთქლებას, ამ შემთხვევაში ზემოდან აღარ ვაფარებთ, ხო? შეჯერობით აღარ ვაფარებთ, ხო? ველოდებით. ის მოხარშოს ალბათ დაჭირდება სადღაც 10 წუთი. ჩვენ ვარაუდით, ნახოთ. შეიძლება უფრო მალე. და მე ავხსნის შემდეგ
სწრაფი მაგან. მე აუხსნი უკვე შემდეგ ეტაპს, ანუ უბრალოდ მოხარშვა არ არის საკმარისი, მე უნდა მოახდინოთ აორთქლება სითხის ქვემოდან ზემოთ. იმისათვის რომ ბრინჯი არ იყოს ფაფასავით რა. და სხვადასხვა მაგაზე გამახსენდა. აუცილებელია დავამატოთ ბარბარისი. ან ნებისმიერი სხვა ჟავა, შეიძლება ძმარიც იხმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბარბარისი აგემრიელებს უფრო ფლოს. ოთახული. ხო? კი ბატონო. ასე ზემოდან გადავანაწილო პროპორციულად. აი ასე. და რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ბრინჯი შეიცავს ძალიან ბევრ კრახმალს. ასევე ხახვის მოთუშვაც იწვევს სითხის შედედებას. შეკველი უფრო ბრინჯი ალბათ, ხო? და ბრინჯი ხომ არ ხდება ფაფასავით. ჩვენ არ გვინდა რომ ფაფასავით იყოს ბრინჯი, ჩვენ გვინდა რომ პირიქით აი დაიშალოს გადმოღების დროს და იყოს ინდივიდუალურად ყოველი ბრინჯი იყოს გაცალკევებული ერთმანეთისგან. ამაში ძალიან გვეხმარება ბარბარისი და ცოტა ძმარიც. მე ძმარი არ დავიმატებია, იმიტომ რომ ბარბარისის იმედი მაქვს. ნახოთ თუ არ იმუშავდა. თურმე შესაძლოა დაგვიშვა, მაგრამ არ მგონი იმუშავებს, ცოტა საკმარისი რაოდენობა დავამატეთ. ცოტა დავამატებ კიდე. და მიყვარს ან ცოტა უფრო ტკბილის გახდება. ცოტა შორის. ზოგადად მიყვარს უფრო ესეთი ტკბილი კერძები, ზოგადად ადამიანს არ უყვარს. და სხვადასხვა მაგის დასაბალანსებლად კიდე ვაკეთებ ცალკე სალატს. პომიდორის სალატი, რომელიც აუცილებელია ფლოვთან. უნდა მიირთვათ ეს ძალიან მარტივი რეცეპტი აქვს ხახვი, პომიდორი და მარილი. მაგრამ ხახვს ჭირდება გარეცხვა, ანუ სიწყალში უნდა 1 საათი, 2 საათი უნდა ხახვი იყოს, რომ თავისი ზედმეტი გემოები, რაც აქვს ტოქსინები გამოყოს და მე აშრობთ და ამატებთ პომიდორთან ერთად. მაგასაც გაჩვენებთ. ორი შვილი ყავს თან. ნახე რა კარგი არის. ჩემი ვითრო აქ ნახე ყურებზე. კი. აგერა პატარა კუსკუსა არის. ორი შვილი ყავს, ხო? ორი ხო, ცოლ-ქმარია და ორი შვილი ყავს. ნახე რა კარგი რა. სულ 4-ნიარია. თოხლავს რაღაცას. ძალიან მაგარია. ხوار გავასინჯოთ ჩვენი ფლავი ნეგუში. გავასინჯოთ. ჩვენ მოგდებთ ხოლმე რაღაცა ნიგოს იმას ამას და მიაქვთ რა. მოკლედ წყალი უკვე აორთქლა, შეიწოვა ბრინჯმა. წესდარგი ცოტა დარჩა უკვე მოხარშვას. თუმცა მაინც უნდა შევამოწოთ რამდენი წყალი არის შიგნით და შეგვიძლია ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, პატარა ნაშვეტები გავაკეთოთ, გავიგოთ. სად არის კიდე წყალი დაგრული, აი კიდე ხო ხედავთ, აი წყალი ამოდის, ნიშნავს რომ ბოლომდე წყალი არ არის ამოღებული. ესეთ პატარა ადგილებს ვუხდით, ნაშვეტებს ვაკეთებთ. და ხვდებით სად არის წყალი. ეხლა ნახეთ, კიდე ერთი ტექნიკა, ანუ წესით ბრინჯის მორევა არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლიათ მოურიოთ იმ შემთხვევაში თუ ამას ძალიან ნაზად გააკეთებთ. ჩვენ შემთხვევაში არ დაგვჭირდა მაგის მორევა, თუმცა აი ესე გვერდებში პატარათი ესე ცოტა გვერდებს გავწევ ხოლმე და აი ნახეთ წყალი ეგრევე ამოდის. რო აორთქლდეს, ხო? კი, რო აორთქლდეს და ბრინჯმა ანუ პროპორციულად ყველგან ბრინჯი მოიხარშოს. ეხლა რა ხდება, რადგან ცეცხლი არის ქვემოთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თუჯის კაზანია და ძალიან კაი ჯორჯელია, სვასოს დამსახურება არის. კი არის პროპორციულად ცხელი და სითხე, ანუ სიცხე იქნება, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ბრინჯი, რომელიც გვერდით და ზემოთ არის, იხარშებოდეს იგივენაირად, როგორც ბრინჯის ცენტრში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამავდროულად ეს სითხეს მაქსიმალურად უნდა ავაორთქლოთ. მაგიტომაც გამოდის კარგი რა, მაღალი რო არის, მთლიანი გვერდებიც ცხელი აქვს რა. და აი კიდე ერთი პატარა ესეთი ტექნიკა, რომელიც არის აუცილებელი. ეხლა დაბალ ცეცხლზე მაქვს ეს ყველაფერი დაყენებული. ამას მაღალი არ ჭირდება. და ვადებ ზემოდან აი ესე თეფს. ნახეთ? იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეს წყალი ნელ-ნელა უკვე გამოვაშროთ. სიმძიმე უნდა ნიკუშ ამაში თუ არა? ამას სიმძიმე არ ჭირდება, ეს უკვე სავსებით საკმარისია. ეხლა უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ეს წვენი და ეს სითხე ხო მოვაშოროთ და იმისათვის, რომ არ იყოს ძალიან წებოვანი. კიდევ ერთი ტექნიკა არსებობს, მე ხა დღეს მაგას გამოვიყენებთ. შეგიძლიათ აიღოს სალფეტკები. ესეთი რაღაცა.
ნუ ამ შემთხვევაში არ არის სიმხელა სიმაღლე, მაგრამ შეიძლება ეს გამოვიყენოთ და დავაფინოთ და ეს სალფეტკის იწოვს. შეიწოვოს, ხო? ზუსტად ეს კიდე დამატებით იწოვს იმას, რომელიც არის და ვაფარებთ ზემოდან, ხო? აი ამის შემდეგ უკვე სადღაც 30 წუთის განმავლობაში, ნახევარსაათის განმავლობაში ჩვენ უნდა დავაცადოთ, რომ ეს კერძი ესე იდგეს. დაბალ ცეცხლზე, ხო, ნიკა? ძალიან დაბალ ცეცხლზე, კი. ხო, ნელ-ნელა ეს ავაორთქლოს ქვემოდან ზემოთ. რაცა იმ ხელან ერთყვი ჩაყლაპი დავიხჭი. ძალიან მაგარი გამოვიდა. ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს. ეს უნდა იყოს. აი წვნიანი ხო გავსინჯე და აი რაღაცა ბომბაა ხალხო. ხო, გემო, ნუ ხა ზირვაკი. დონე. საოცრება არის. კი, თა შერეული ხორცი არის და პროფი ხარ, ძმაო, პროფი ყოფილი ხარ რა. ხო და სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია დავპირდეთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, თუ აქვთ რამე ესეთი კერძი, რომელიც უნდათ რომ იხილონ. ჩვენ გამზადოთ. კი ბატონო. ეს არ არის ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე, მოთ ასე გეტყვით, ვიცი ფლოვის კეთება, მაგრამ ბევრად უფრო მაგარი კერძები ვიცი, თუმცა თქვენ თუ გაქვთ რამე ესეთი კონკრეტული შემოთავაზება, შეგვიძლია განვიხილოთ. კი ბატონო, კომენტარებში დაწერეთ, მეგობრებო, რა გინდათ რომ მოამზადოს ნიკუშა. და მე და ვასო უკვე შემდგომში ვიღო ვასოს ჩაერთვება, იმედია. კი ბატონო. და ერთად გავაკეთებთ კერძს. კი ბატონო. ეხლა დაველოდოთ ნახევარსაათი, ხო? კი, ნახევარსაათი, კი. რა მაგრა გამოიყურება. ჩვენი ფლოი მზად არის. ეხლა უნდა გადმოვიღოთ. არაფერს ერთ განსაკუთრებული ტექნიკა მას არ ჭირდება. დიდი ჭურჭელი არის საჭირო. მაგალითად ასეთი. გობი ეგრეთ წოდებული რა, დიდი თეფში. კი, დიდი თეფში ნებისმიერი. ჩვენ რატომაც ასეთი აღმოგვაჩნდა. და მას მაინც ხალხს მოვკიდებ გვერდიდან, რომ ძალიან არის მას ფიქრას და აი ესეთი ეგრეთ წოდებული რასიფჩეთის კი ბატონო გამოვიდა. ეს არის ჩვენი ხო რა არის? რაღაცა ბომბა გამოვიდა. კი. აუ, რა სურნელია ხალხო. შეერებმა ამ ვიდეოს არ უყუროთ. კი ბატონო. ასე გიო მიცის რა დროს უნდა მოვიდეს რა. გიორგის სულ სწორ დროს მოდის ხოლმე. მინდა და თავიდანვე მეგობრებო, მაგრამ არა, აქ საქმეზე იყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველია ბავშვი მაინც, რა. ბავშვი პირველს ხო. ბავშვი, რა თქმა უნდა. ნერვიულობდი ბევრი ხორცი რო იყო. აგერა ჩვენი ხორცის ეს ცოტა დაიწვა, ეს ერთი მხარე, მაგრამ ეს არა უშავს. ეგ ხდება ხოლმე. რაღაცა აი გამოგვივიდა. ჯუნი რა სიტყვის ნო, როგორი სტურნელი აქვს. ხო გევასება? კი. მაგარი. ბრინჯზე მეკეტება ისე მიყვარს. მოკლედ. ეხლა გავაკეთოთ პატარა დეკორაცია, ანუ შემოფიქრებული არ არის ეს, მაგათ მოფიქრებულია. სადაც ციცაკა და ნიორი ესე იდება. საერთოდ ზორი ნაწილი არის. სულ მავიწყდება, რომ თუჯი ძალიან ცხელია. ახაც მოკლედ ძალიან კარგი და გემრიელი ამბავი არის. აი როგორია იცი, აი ზუსტად გამოვიდა ყველაფერი რა, როგორც ჩახერგილი. როგორც წესი და რიგია ესეთი, ხო, ესეთი გამოვიდა ბოლოს ცოტა. მე კიდე მიყვარს სტაფილოიანი. ეს ბავშვად ხარ არ მიყვარსო. აი ესეთია გამოვიდა ჩვენი. აუ, კარგია. ჩვენი. აი მეგობრებო. მოკლედ ნიკუს მამა პროფი ხარ რა. აი რა ვიცი, რა უნდა გითხრა აბა. მოდი ხა გავსინჯო. განარჩენს მელეგეთურს გავსინჯაო. კი ბატონო, არა მაგარია. მეგობრებო, აი ესეთი ძალიან ჯიგრობა გამოგვივიდა რა. კი ბატონო. მოკლედ, ეს არის პომიდორის სალათი, რომელიც ძალიან უხდება ფლოს.
ანუ 3 ინგრედიენტია, მეტი არაფერი. პომიდორი, მარილი და ხახვი. როგორც მანამდე გითხარით ისე, აი ამ ჯამში ხახვი იყო წყალში. ჩალბობილი ასე ჩალბობილი ხო? რამოდენიმე საათი ვთქვათ, რომ ეს ტოქსინები ყველაფერი გამოიყოს, მე ერთხელ ორჯერ გარიცხავთ და აი უბრალოდ ზემოდან დააყრით ხავს. მეტი აფერი არის საჭირო. მოურევთ კიდევ ერთხელ. ბევრი მორევაც არ ჭირდება, მე მიყვარს ცოტა ეს ხახვი ეცევა. რო აყრია ხო ეს ბარაკიანად რა მაგარია კი. კი რა, იმიტომ რომ ამას უკვე ეს არასასიამოვნო გემოები უკვე გასულია. აი ეს არის და თითქოს და ხო აი მე ნახე დავიცოთ მიგუშო ფლოუზე კი ეს აუცილებელია იმიტომ რომ უზბეკები აყოლებდნენ ესე ის სიმჟავე რაც დაგაკლდება იმ სიტყვოების შექმნილი ხახვისგან ან კარმერზებული ხახვისგან და სტაფილოსგან და ცოტა ბარბარისის რო დავამატეთ ბარბარისის მჟავეც არის მათ კბილი გემოცა აქვს ეს ანეიტრალებს და აი აბალანსებს ყველაფერს კი მაგარია კი და სხვადასხვა ჩვენ კიდე გვაქვს ისეთი რაღაცა რაც უზბეკებს არ აქვს მაგალითად კარგი ჭყინტი იმერული ან სულუგუნი ხო რომელიც ჩვენ უკვე შევიძინეთ და სალსახად მაგასაც მოვაყოლებთ შეუმატებთ და ამას კიდე ემატება ჩვენი უგემრიელეს წითელი ღვინო კახური კონჭოსი ბატონი მოდი გაუმარჯოს ყველა მეთევზეს მონადირეს არაბრაკონიერ ხალხს ყველას გაუმარჯოს ნამდვილად და გაგიმარჯო თქვენ და დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის რავის კომენტში რაც წავიკითხეთ ლაივში რასაც ხედავდით ეს ემოცია რაც თქვენ გამოხატეთ ჩვენს მიმართ და ჩვენ ამას ვაკეთებდით უბრალოდ აი როგორ ვთქვათ რა ნუ ჩვენთვის და თქვენთვის მაგრამ ნუ მე ნახოთ არ ველოდებოდი მაგაზე ურმეს მადლობა და რავალ აღდგომას გილოცავ და ქრისტიანს ასე ეშმარიტად ვიხარით ყველას გილოცავთ მეგობრებო კარგად იყავით და მაგრად იყავით მოკლედ დავიწყეთ ჩვენ, ანუ ჩამოვედით ტაილანდიდან და გავაკეთეთ ფლავი. მოკლედ ვასოს გადმოვიდეთ. არა ჩეულებრივ, ძმაო, რა ვიცი. ისეთი სურნელი აქვს ნიკუშ რო აი მეტი რო არ შეიძლება. ჯერ კიდე ცხელია ეგ. ოჩა ძმაო შენ. ეს. კიო რა სიტყვი? ერთი სული მაქროზის გავსინჯა. თავარი არის ბრინჯი რა. ეს კერძი ამ კერძს კი აქვს ხორცი, თუმცა ეს არის კერძი ხორცით და არა ხორცის კერძი. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ჩვენ ცოტა მეტი ხორცი ჩავდეთ და არ არის დიდი აუცილებლობა, ეს სალაცას ნახავს ვასო. ყველას გადავუღებ და ვერ გავსინჯოთ. ოკეი. ბატონო, გიორგიმ ჩადო ყველაზე დიდი შრომა მიმარში. იდეალურ დროს მოვიდა. იდეალურ დროს მოვიდა. ცხარე ხო გიყვარ შენ? გადმოგიღოთ ისე, თუ არა? ცოტა. იკუშ. ასე რა სიტყვა? ბომბა, ო, ძალიან მაგარია. ანუ რასთავრია შილაფლავით არ არის, ხო? ბრინჯი იშლება, ხო? ყველა ინდივიდუალურად არის. აი, სულ თავიდან მიკვირდა რომ მეთქეს პომიდორი და ხახვი რატომ მეთქი, მაგრამ აი როგორ უხდება იცი, აი როგორც აი პური და ყველილო არის რა. აი ჭადი და ყველილო აი როგორ უნდა დააშორო, ერთმანეთს აი ესე უხდება რა, ძალიან გემრიელია. მადლობა. აუ, მადლობა. გიორგი, რა სიტყვი ასე? საოცრება. მე კი არ გამისინჯა ჯერ. შენ გადაგვიღე ნიკუს, ვიყურე როგორ აი, ჩებითებში ეს კარგად გადავიღე. კი ბატონო. ეგარი რა. დონია რა. დონია. ზანგარი. მაგარია. ჯუნი რა სიტყვი? თან ხორცი მერაპრიში ვიგინება. კაფეტო. ოჩავ ნიკუს რა. ამიტომ უნდა გამოგვიწერონ რა. გამოგვიწერონ. კიდევ ერთ 2-3 ან 10 კერს გავაკეთებ კარს. ის წითელი ღვინო ხო გაგასინჯა? ხო. ეს არის უფრო ესეთი ვარიანტი რა. 5 ლიტრიანებში მოდის. ჩვენი ნაცნობი უმაგრესი ადამიანის გია ღვინიაშვილი მეღვინეობა უსერიოზულესი და აგერ ქისის და ხიხვის კუპაჟია. ვა, რაღაცა კარგია. კი, კახურია სამეფო. და მოდი დავაგემოვნოთ, ეს არის უფრო საკეიფო ვარიანტი, სადაც შეიძლება ბევრი მიირთვა. ნუ კონკრეტულად ეს ალბათ ცოტა უფრო მძიმე იქნება ვიდრე ქვევრის არის ეს თუ არ არის ქვევრის?
საკეიფო თუ ქვევრის არ იქნება ესეთ, ხო? არ მგონია რომ ქვევრის იყოს. თუმცა ფერი კი აქვს ფერი კი აქვს, ხო. დავაგემო. და მოდი ხა გავსუჯოთ და მივხვდეთ ჰაშტეგს, ხო? ღვინის ჭიქაში ჯობია. იქან მონადირი ადამიანია, უმაგრესი. ო, ჩვენი ძმა ყოფილა მაშინ. მონადირი არის უსეზულესი. ახე რა ფერია. ახლა წერზე მონადირები, ხოხობზეც უცოდი ამენდი იყო. ხოხობზე თორემ წერი ზამბერ უკოს ერთად. კაციტელი. არ არის კაციტელი. ხიხვი და კაცი არის. ვაუ. გაუმარჯოს ამ ამის დამწურავს გაუმარჯოს, მომყვანს გაუმარჯოს. დამლებს გაუმარჯოს და რა ვიცი, გაუმარჯოს. გიო. აგი მორზე. ყველაფერი ვიში სორტი გვაქვს, მამა. გიჩა დაუგვინდი შეძლება საუბრობლად მაგარია. ტემპერატურაც აურა გაია. შეგეროს ვაო. აუ რა კაცო მაგარი. მაგარი გვინდა. იმედი შესაძლოა. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩემი ხმა ბელ ახალ ვიდეოებში შემოგთავაზებ. აი მართლა გემრიელი. ბომბა. ნაცი. ადობა ნიკუშას. ადობა თქვენ მეგობრებო. დროებით.